გესალმებით ჩემო მეგობრებო და რამინდა ციცი ახლა გადავავლე სოციალურ ქსელს და წუხარება მინდა გამოვთქვა იმ ოჯახის მიერ ვისი ბავშვიც გუშინ დაიღუპა. ეს არის ჩემთვის მიუღებელი. აი მიუღებელი ასეთი ქართველობა, ასეთი ახალგაზრდობა. ჩემთვის არის ძალიან მიუღებელი და სულ ყოველ დღე ვწმუნდები რომ ჩემი შვილები საზღვარგარეთ გაიზარდნენ. ამაში ვწმუნდები ყოველ დღე რომ არ ხედავენ ამას. ჩემი შვილებს რომ მოუყევი ეს დღეს დილით ვერ გებულობენ, არ იციან ეს რა არის და ძალიან კარგია და მიხარია რომ ჩემი შვილები აქ გაიზარდნენ და აქ არიან ევროპაში. იმიტომ რომ ცხოვრობენ ისეთ დაცულ ქვეყანაში, რასაც ქვია ევროპა. და რა მინდა ციცი რო გითხრათ, არ გწხვენიათ ხალხო, ისევ ამ უყურე სპეციალურად შემოვედი ამ ბარში. აქ დარჩით. აქ დარჩით. ვით თქვენ გაგზარდათ. ვით თქვენ ეს ჩაიდინეთ, ეს ხართ. ესეც კიდე გჯობიათ, იმიტომ რომ სილამაზით ლამაზია. და რა მინდა ციცი რო გითხრათ, არ გწხვენიათ ხალხო. 90-იანი წლებია, ერთხელ და სამუდამოდ ხო უნდა დასრულდეს ჩვენ ქვეყანაში და იცხოვროს ხალხმა ნორმალურად. არ გწხვენიათ, არ დამიწყოთ ახლა იმის ბრალი არ არის, ამის ბრალი არ არის, ყველგან ხდება, მაგრამ ასეთი სასტიკით ადამიანის მოკლა არსად არ ხდება. არ ვიცი სად ხდება. არ გამიგია, არ წამიკითხია. იქნებ თქვენ მითხრათ, სად ხდება ასეთი რაღაცა? სასაკლაო არის. და კიდე ადამიანები ერთმანეთში რო განასხვავებთ, ქართველები როგორ შეიძლება ერთმანეთში განასხვავოთ? იმენ აღელვებული ვარ როგორ იცით, გული მტკივა, მეწოდებით რო გიყურებთ რა. შორიდან რო გიყურებთ მეწოდებით რა. ჩაიხედეთ იმ ოჯახის გულში ახლა რას დაატრიალეთ გულში. ეგ არის კარგი ხო? გამოტენეთ ციხეები ხო? დაიჭირეთ, მთელი საქართველო დაიჭირეთ. და რისი შედეგი ეს იცი? ერთმანეთს რო განასხვავებთ, ის ლურჯია, ის მწვანეა, ის ეს არის. ჯერ პირველი ადამიანი ქართველი თუ ხარ, უნდა იყო ქართველი და აფასებდე ქართველი და მოისმინო ყველას აზრი. ყველას არ გააჩნია ერთი და იგივე აზრი. და ამ პროპაგანდას კიდე რომ გამოდიხართ ხოლმე, ყოველ დღე გული მერევა უკვე სოციალურ ქსელში შემოსვლა აღარ მინდა. გული მერევა ყოველ დღე ისეთ რაღაცებს იძახით და ამართლებთ. რომელ დარგში ხართ წარმატებული, რომელში ერთადერთი მითხარი დაწყებული სამედიცინოდან დამთავრებული ფაქტები მაქვს, ჩემ ოჯახს გადაღწილი ფაქტები მაქვს. და რომელში ხართ მართალი და თქვენ გაქვთ ხმა მოსაღები, წადით, მიუსამძიმრეთ, იმ ოჯახს მიუსამძიმრეთ ახლა და წადით და თავჩაქრინებული მიდით და თავჩაქრინებული შედით იმ პადიეში და ხალხი არ ვარგა თუ არა? არ შეიძლება ასე, არ შეიძლება. არ შეიძლება დახოცეთ ერთმანეთი, რომელ წელში 21 საუკუნეში? არ ვიცი რა. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ახლა სამშაბათს მოვფრინავ საქართველოში, პროსტო გული მისკდება რა. ასეთი რაღაცების ყურება არ შემიძლია რა. მაგრამ ფიქრობ რომ ყველაფერი კარგად იქნება. უკვე ახალგაზრდების იმედი არ ვიცი რა, მაქვს და მექნება. იმედი საერთოდ ადამიანმა არასდროს არ უნდა დაკარგოთ რა. და კიდევ ერთხელ მწუხარებას გამორთვავ იმ ოჯახების და კახაბერც ერთვაზე მწუხარი. გიდგად გვერდით, არ ვიცი რა. რო შემეძლოს დღესვე გადმოვფრინდებოდი და მივიდოდი იმ ოჯახში. არ ვიცი, გაიხარეთ ჩემო მეგობრებო, წარმატებული დღე მინდათ, გისურვებთ და მინდა ისეთ უსაფრთხო ქვეყანაში გეცხოვროთ, როგორიც არის ევროპა და როგორიც არის ყველა. არ ვიცი რა გითხრათ რა. აქ ესეთი რაღაცა კი ხდება, როგორ არის, ქურდობა წდება, მკვლელობა წდება, მასეთი სასისტიკე, პატარა ბავშვი. არ ვიცი, გაიხარეთ. წარმატებული დღე, ღმერთო გადმოხედე საქართველოს რა. გადმოხედე.